ჩიკაგოს სამიტამდე 9 დღითაა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ალიანსის შტაბ-ბინასა და შეერთებულ შტატებში ერთდროულად იხილება. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ქვეყნის მხარდაჭერა სენატში მიმდინარე რჩეულობისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა. საქართველოს ვიცე-პრემიერი კი ბრუსელში გადის ბოლო კონსულტაციებს სამიტში. საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსით იღებს მონაწილეობას. ნინო სამყურაშვილი განაგზობს თემას. ნინო, თუ არის უკვე ცნობილი, რა შეხვედრებს გამართავს ქართული მხარე ჩიკაგოში? უმაღლესი დონის მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. უკვე დაგეგმილი არის ასევე გრიგოლ ვაშაძისა და ჰილარი კლინტონის შეხვედრაც. ქართული შეხვედრების დეტალებზე დღეს მედიასთან ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრესკონფერენციაზე მედიას ინფორმაცია სწორედ სამიტის დღის წესრიგის შესახებ მიაწოდა. ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს სამი უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილე იქნება. ოფიციალური განცხადება დღეს ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააკეთა. საქართველოს ჩიკაგოს სამის ასპირანტი ქვეყნის სტატუსით დაესწრება. საქართველოს ჩიკაგოს სამიტის პარკლებში სამ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. პირადად პრეზიდენტი დაესწრება ISAF-ისა და იმ 13 პარტნიორთან დაგეგმილ შეხვედრებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს ოპერაციებში. საქართველოს კი ერთ-ერთი უდიდესი წვლილის შემტანია. ISAF-ის მისიაში და ისამ შეხვედრაზე მოვიწვიეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს ამ ქვეყანას ასპირანტის სახელმწიფოების შეხვედრაზე. ჩიკაგოს სამიტისთვის ბოლო დეტალებს ათანხმებს ბრიუსელში მყოფი საქართველოს ვიცე-პრემიერი. გიორგი ბარამიძემ ნატოს შტაბ-ბინაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსულტაციები საქართველოს საკითხზე დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით გაიარა. მსჯელობის თემა ჩიკაგოს სამიტის დასკვნითი დოკუმენტებიც იყო. გვაქვს ძალიან სასარგებლო სიგნალები, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჩიკაგოში იქნება მიღებული საინტერესო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით. გადაწყვეტა სამხედრო კომიტეტის საქართველოში ჩამოსვლა ნოემბრის თვეში. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩიკაგოს სამიტზე ჩამოვა. მას იქ ნამდვილად გამორჩეული როლი ექნება. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში. ასევე დიდია მისი წვლილი პარტნიორული თვალსაზრისითაც. ვაპირებთ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ, ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილის ყოფნა სამიტზე ჩვენთვის ძალიან ღირებული იქნება. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. სახელმწიფო მდივანი ჩიკაგოს სამიტის პარკლებში ნატოს ასპირანტი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ჰილარი კლინტონისა და გრიგოლ ვაშაძის მოლაპარაკებების მთავარი თემა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოება იქნება. ჩიკაგოს სამიტამდე 9 დღით ადრე თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ოფიციალური პოზიცია ამ საკითხზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომაზე დააფიქსირა. შეერთებული შტატები ყოველთვის გარკვევით აცხადებდა, რომ ნატოს კარი ღიარჩება ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა საკუთარ თავზე აიღონ წევრობის ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ყველა ქვეყანა ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, მაკედონია და საქართველო მუშაობენ მოკავშირეებთან, რომ ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმები დააკმაყოფილონ. რაც შეეხება საქართველოს, შეერთებული შტატები მხარს უჭერს სამხედრო რეფორმის პროცესს, ჯარისკაცების ცვლასა და აღჭურვას ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. ასევე მათი პროფესიონალიზმის გაზრდას ნატოსთან თანამშრომლობის შესაბამისად. იანვარში პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი სააკაშვილი შეთანხმდნენ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციის პროცესი, თავდაცვის რეფორმა და თავდაცვის უნარიანობა.